ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. განურჩევლად შეზღუდული შესაძლებლობისა. 14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა დაცვის დღე აღინიშნება, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. საბედნიეროდ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. პარამკლავჭიდელმა ვახტანგ კახობაძემ დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანა ქვეყანას. გამარჯვება, რომლის სიხარულით დღემდე საქართველოს ყველა კუთხეში აერთიანებს მის გულშემატკივრებს. ეს სამტრედია, სწორედ სამტრედიიდან არის წარმოშობით მსოფლიო ჩემპიონი. სამტრედიაში გადაწყვიტა 14 ივნისის აღნიშვნა და მადლობის სათქმელად სტუმრობა იმ ადამიანებთან, რომლებმაც ჩუმად, უანგაროდ წლების წინ მის სპორტულ კარიერას შეუწყეს ხელი. მიხარდა მე რომ აქიდავა მე სამტრედიელი ვარ და გვიან მაგრა დაბრუნდი ჩემსამდედიელად და ჩემსამდედიელების ბოდითავასო. მეტი სიმდიდრე, მეტი სიძლიერე რა უნდა იყოს აი ამ ადამიანის დგას აქ ვახო ახობაძე სამტრედიელი და როგორ შეხვედრებს აი ძლივს მოვედით აქ რომ მანქანებზე აჩერებელ როდესაც გადმოვდიოდი და აი საოცარი დღე მაქვს. შორენ ამაღლობელი დღის ცენტრის მადლი 50-50-ის დამფუძნებელია. სწორედ ის უზრუნველყოფდა სამარშრუტო ავტომობილებით შშმ პირების უფასო გადაადგილებას წლების მანძილზე და მან შეძლო თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში პირველმა ინკლუზიური სწავლების დაფუძნება. დღეს სამტრედიაში ჩამოვედით ჩემს ფუძეზე, ჩემ მიწაწყალზე და მიამაყება ჩემი თვითეული ნაბიჯი აქ როდესაც მოვდივარ, მთელი ცხოვრება, ჩემი გულის ცემა არის სამტრედია. ჩემი დედმამა აი აქედან არიან წარმოშვებით და ჩემი ფესო მიუხედავად ქუთაისში დავიბადე გავიზარდე, მაგრამ ჩემთვის სამტრედია ყველაფერია და ვცდილობ ამ ქალაქში გავაკეთო ძალიან ბევრი რაიმე დიდი წარმატებული ფეხბურთელებისა და თუ სპორტსმენების, რომლებმაც ჩვენ გვასახელებს წლების წინ საქართველოს ასახელა ჩემაკახი კალაძემ, რომელმაც ჯერ კიდევ არ იყო ესე გახმოვანებული ტელევიზიები, გადაცემები და აი იმ დროს, როდესაც კახიმ გვასახელა თელ მსოფლიოში აღიარენ, რომ საიდან არიანო ქართველები ეხლაც რომ ჩადიან, ამბობენ რომ საქართველოდან არიან, კალას ქვეყნიდანო და ჩემთვის ყველაზე მეტად დღეს კიდევ დიდი სიამაყე, დიდად ვგრძნობ ბედნიერად თავს, რომ ჩემს გვერდით არიან ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანები, ვახო და იოანე. ვიმყოფები სამტრედიაში ამ საოცარ კედელთან, სადაც შორენა ამაღლობელს უკავშირდება ეს ულამაზესი ადგილი და მიხარია დიდება უფალს ღმერთმა შეეწიოს შორენას მის ოჯახს თავისი ქველმოქმედება, თავისი კეთილი საქმეები და მე რა თქმა უნდა მასთან ერთად დაახლოებით მრავალი წელი ვიყავი ორგანიზატორი აი ამ ყველაფრისა და ჩვენ ერთად ვიყავით ამ კეთილ საქმეში. კეთილი საქმე რა თქმა უნდა გადამდებია. და როდესაც ვარჯიშობდა დავდიოდი კაბატონ შონენას მარშრუტკებით მიწდიდე და ვარჯიში და მივყავდი სახლში. ესენი არიან ჩემთვის უფლისგან დიდი საჩუქრები, ჩემი აჩიკოს დიდი მხარდამჭერები, ჩემი აჩის მე ყოველთვის ამად გვერდით მოვიხსენიებ და ჩემთვის ძალიან დიდი ძალა არიან ესენი. ასევე სამტრედიელი არის ვახო და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა და ეხლა მოკლედ ჩვენ მივდივართ ჩემ კალო კალაძესთან, რომლის საწყისი ყველაფერი ჩემი წარმატებების არის კალო კალაძე და მისი ოჯახი. ასევე ის შშმ პირები, რომლებიც მე 15 წელზე მეტი მყავდა, ჩემს გვერდით იყვნენ, რომარა კალაძეების ოჯახი, მე მას ვერ შევძლებდი. რომარა კალაძეების ოჯახი, მე აქ ვერ ვიქნებოდი. აი აქედან მივდივარ იმ ჩემი უსაყვარლეს ადამიანთან, უსაყვარლე ოჯახის პიროვნებასთან, კალო კალაძესთან და კალო კალაძემ არ იცის დღეს ვახო საიდან არის და ეს ყოფილა ნინო აკუთხელი, ანუ კახის მეზობელი. ეს კიდე საოცარება არის და რა ვიცი, მე კიდე მინდა ჩემი ეს დიდი წარმატებები რაც არის და ესეთი თაობები მოდიან, ესეთი ახალგაზრდები 20 წელია მე ამ ბავშვებთანა ვარ ყველას და ვახო მეუბნება ესეთ რაღაცას, მისი ზარი შემოდის ჩემთან და ცრემლები მომერია და ვიტირე კიდევაც. მეუბნება
შორენა დაიდაო, ჩემი ბევრი წარმატება თქვენზე არის დამოკიდებულიო. მე რო ვარ დღეს ჩემპიონი, ყოველთვის გამახსენდი თქვენო და მიტომ დაგირეკეთო და მე გამიკვირდა რატო ვახო თქვა. არ დიდი ხანია მე არ ყოფილვარ კომუნიკაციაში ვახოსთან და მითხრა, სულ თქვენ მახსოვხართ და იმ დროს როდესაც 30 თეთრი ღირდა მარშრუტები, მაშინ დავდიოდი თქვენი მანქანითო და თქვენ დაავალეთ ეს მძღოლებსო რომ ეს ადამიანი მიიყვანეთ და შემდეგ მოიყვანეთ სახლა ამას გეუბნებით 15 წლის ამბავი გამიხსენა ვახუნამ და სიკეთე არასოდეს იმალება სიკეთეს ყოველთვის უფალი ბოლოქს ჩვენს მადლიერებით გაგვახსენებს თუ რა სიკეთეები გიკეთებია და ასევე მითხრა ეს დიდი წარმატების სათავე შენი პატარა არჩილიც არისო ალბათ ჩვენ ესეთ ადამიანებს გვერდით არ გვიდგებოდით რომ ალბათ ოჯახის წევრი ასეთი არ ყოლოთ და პირველი ინკლუზია საქართველოში ჩამოყალიბდა ჩემ ცენტრში სადაც ვიყავით ანუ ცენტრი იყო შუშუმ პირთა განსაკუთრებული ადგილი სადაც მე და ქალბატონი დარიჯანი ვიყავით მისი ფართი იყო და შემდეგ გადავედით ცალკე და ვიყავით იქ. შემდეგ მე გადმომცეს ფართი ასევე ქუთაისში ავტოქარხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ ის ფართი მე არაფერს ამათვის მჭირდებოდა და ის ფართი გადავეცი უსინათლოებს. ანუ ქველმოქმედებით გაკეთებული ქველმოქმედება ეს მოხდა ჩემგან გაკეთებული და შემდეგ გაიგო ჩემი ამბავშვების ყოფნა სკალაძეების ოჯახი და ჩემი მარშრუტით მოვედი სახლში და გაუკვირდა ეს დიდი ტრაფარეტები პატრიარქის კურთხევით იყო ჩემ მანქანებზე ეს ტრაფარეტები არ დაგავიწყდეთ ბაგრატის ტაძრის ნამეთ ყველარი მოუარეთ საქართველოს აი ეს რეკლამები და ყველა ვიკვირდებოდა თუ რა იყო ეს ჩამოყალიბებული ხაზი 50 ნომერი მარშრუტები მყავდა დღეს გაჩერებულია მაგრამ ხელოვნურად მოხდა ამის გაჩერება მე მინდა რომ ეს აუცილებლად ჩემმა ქუთაისმა გაიგოს, ჩემმა სამტრედიამ გაიგოს, ველოდებით არჩევნებს და არჩე პოლიტიკა ამ ბავშვებთან გამორიცხული არის. პოლიტიკის გამო მე პირადად პოლიტიკის გამო არ ვარ პოლიტიკოსი, არასოდეს მდომებია სახელმწიფო სამსახურში ყოფნა, ჩვენ გვყავს დღეს უკვე სათავეში ისეთი დიდი ძალის ადამიანები და ისეთი პიროვნებები, ქველმოქმედები, რომელიც რამოდენიმე ქველმოქმედება აქვს კახის გაკეთებული ჩუმი, რომელიც დღესაც ამ სამტრედიაში ყველგან არიციან ვინ უკეთა ეს მე მინდა რომ ხელისუფლებაში ჩემს იმერეთზე მაქვს საუბარი მოვიდეს ქუთაისშიც სამტრედიაშიც მოვიდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც მოესიყვარულებიან ამ ბავშვებს არ იქნებიან რაღაცის ინტერესით და მე ხელოვნურად დღესაც არიან ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები ხელოვნურად გამიჩერეს ჩემი ხაზი ვიღაცის ინტერესების გამო და მე კიდე უფრო ბევრს გავაკეთებ ამ ბავშვებისთვის და ველოდებით არჩევნებს დიდი შემართებით კარლო კალაძეს წლებია შორენა ამაღლობელთან ერთად არაერთი კეთილი საქმის სათავეშია. აი წარმატებული ბიჭები. Eso agora da Andrea, hola per magari vigio, per ari. Che hanno solo sanguini, sa? Nino akutkheli, io. Nino akutkheli? მე ვარ ქოდი მეზობი მე მოსახლეობა მეთქვა პატრიარქის ტიქაროსანი არის და მეუფესი ეს იოანე და საოცარი ადამიანი არის. ეკლესიურია, ფეხი დადის ეკლესიაში. მანამ ესე იგი გადავადგილეთ არ ჭირდება. საქართველოს ყველა ეკლესია მონასტრები აქვს მონახულებული თვითონ. ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი საპატიო სტუმარი ყოველთვის, ჩვენ ყველას გვიყვართ, ჩემ მეუღლეს, ჩემ კახას და დიდ პატრიარქს მას ასეთი კარგი საქმიანობისათვის და ასეთ კეთილ საქმეს ვაკეთებს. თქვენ ძალიან ბევრი ერთობლივი საქმეები ბევრი გვაქვს გაკეთებული და ბევრს გავაკეთებთ კიდევ. რა თქმა უნდა. მე მივესალმები აგერ ორი წარმომადგენელი მყავს, ოქრო ბიჭები რო იწყიან, კარგი ბიჭები და მათი შეხვედრით. დღეს მე უაღრესად დიდი კმაყოფილი ვარ და რა ვიცი. კიდევ ბევრი და კიდევ ბევრჯერ შევხვდებით და ჩავეხუტებით ერთმანეთს. სიკეთეს აკეთებენ ჩუმად და უხმაუროდ. მსოფლიო ჩემპიონის წარმატება და სტუმრობა კი განსაკუთრებულ სიხარულს გვრით. მართლაც საინტერესო სტუმრები მესურენ, ოქრობიჭები, გამარჯვებულები, გახარებულები და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შორენას დამსახურება, მე შორენასთან ერთად ბევრი რაღაცა მაქვს გაკეთებული იმისათვის, რომ მე ეს შვილობილები კარგად იყვნენ, ლამაზად იყვნენ, გახარებული იყვნენ ამ ქვეყანაზე და ქვეყანა ასახელონ როგორც ასახელა ახობაძე, რომელსაც გულით და სულით ბალეშიკოვდი, როცა შეჯიბში მონაწილეობდა და ნამდვილად
ნინო აკუთხის სახელია, რაც გააკეთა და მეც იმ სოფლიდან ვარ, იქედან ვარ, საიდანაც ეს არის წარმომადგენელია და გულიან და სულ ახლა მისიარებს ვიტყვი, რომ ჩემთან იყოს სულ თქო. ასე და ასე თქო და გავახარებ იმათაც და ყოფილი დარჩებია. მე ეხლაც მინდა და ეხლაც გავუკეთეთ მე და კახა ვართ უკვე იმ საუბარში რომ სამტრედიაში მე სადაც ეხლა მივდივარ დასავლეთ საქართველოს ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ზაზაპატარიძე არის იქ დირექტორი აი ამ ბავშვთანაც ჰქონდა კომუნიკაცია იქ მისულ ადამიანებს თვითონ ზაზა იტყვის რასაც ვაკეთებდით და ჩვენ გვინდა რომ ამ ქალაქშიც ჩემ სამტრედიაშიც რაც არსებობს დასავლეთ საქართველოში ერთადერთი არის იქ და აქაც უნდა გაკეთდეს ანალოგიური ცენტრი და უსასყიდლოდ მოვემსახურებით ბავშვებს და ყველაფრის საწყისი რომ მე ძალა მქონოდა მე რომ ენერგია მქონოდა მადლობა მინდა გადაუხადო ხუთ აი რამ ბევრს ძალიან მაგრამ რამოდენიმე ადამიანს ესენი არიან ჩიხლაძეების ოჯახი მანანა და ხვიჩა ჩიხლაძეები ციცინ ჯინჯიხაძე ირმა ქურასბედიანი გოგა სანიკიძე და გიორგი ნიჟარაძე აი ამათი ძალით მე ჩემ ოჯახში მაძლევდნენ ესენი ძალას რომ შემდეგ ძლიერ ვიყოფილიყავი და ამათ გვერდით ყოფილიყავი შშმ პირთა უფლებების დღე საინტერესო ღონისძიებებზე დასწრებით საზოგადოების სიყვარულის მიღებითა და ნაიოს ბენეფიციარებისათვის საჩუქრების გადაცემით დასრულდა. ჩემი ძმაკაციო ანალოგიური მითხრა. მე გახარებული და დავეცულები გამყოფილი. 14 ივნისი როგორც მოგეხსენებათ შშმ პირთა დაცვის დღე არის. ამიტომ რა თქმა უნდა ვალდებულად ჩავთვალეთ ჩვენი თავი ჩვენს მეგობრებთან ერთად ევროპის და მსოფლიო ჩემპიონთან ბატონ ვახალდაკთან ერთად მოვინახულეთ ბენეფიციარები რომლისთვისაც სახელმწიფო და კონკრეტულად შშპს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, რათა შშმ ბავშვთა უფლებები იყოს დაცული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დღევანდელ დღეს ჩვენი ცენტრი მასპინძლობს სტუმრებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ბენეფიციარებს გავუკეთონ პატარა მცირედი საჩუქრები აი ამ დღის აღსანიშნავად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ცენტრი 1997 წლიდან ფუნქციონირებს და ცენტრის დაარსების დღიდანვე ცენტრს გვერდით უდგას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანები და მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო იმ გვერდით დგომის და დახმარებისთვის და იმ ქველმოქმედებისთვის, რასაც ქალბატონი შორენა ამაღლობელი წლების განმავლობაში ეწეოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. ქალბატონი შორენა ამჟამად წარმოადგენს ჩვენი ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს და კიდევ ერთხელ მადლობას მოუხდი მას იმ გაწეული შრომისათვის, რაც მან აი ამ წლების განმავლობაში 28 წელია ფაქტობრივად ჩვენი ცენტრი ფუნქციონირებს და ამ წუთას ჩვენ ცენტრში არის 750 ბენეფიციარზე მეტი და ყველას თითოეულ მათგანს ულოცავ დღევანდელ დღეს და უსურვებ ჯანმრთელობას და წინსვლას და წარმატებებს ცხოვრებაში. 14 ივნისი კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რომ ერთად ყოფნით კეთილი ქველმოქმედი ადამიანების უანგარო მხარდაჭერით საზოგადოების ყველა წევრს საშუალება მიეცემა არაერთი ჩემპიონი სტიქაროსანი, ბედნიერი მოქალაქე გვყავდეს ირგვლივ და რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება ჰქონდეს სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა.